და მამისა და დადისა და სულისა მისათა. გუშინ 4 იანვარს იყო დაბადების დღე პატრიარქისა, პატრიარქის გერძელობა მისცეს მეტმა, მე ჩვენ ახალი წელი იყო მოდის ახალწლური 14 იანვარს. თუ გინდა 1 იანვარი იყოს, ესე იგი ჩვენ ერთმანეთს ვუსურვებთ კეთილდღეობას, მაგრამ ეს კეთილდღეობა თუ გულში მეტი არა, ვერ იქნება, ამის მაგალითია. მე მყავს ნაცნობები, ვისაც ყველაფერი აქვს, მატერიალური კეთილდღეობა აქვს, მაგრამ სიმშვიდე არ აქვს, რატო? იმიტომ რომ ესე იგი ცოდვებშია, ზოგი სიზმრაში, ზოგი მრუშობაში, ზოგი წამაზია დამოკიდებული, სინდისით არ ცხოვრობს და ამიტომ მაშინ მეტი არა და ხშირად მოყავს აღესანტე მაკედონიის მაგალითი, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს კეთილდღეობა ვუსურვოთ, მაგრამ ეს დღეძელობა სულ 33 წლის გადაიცვალა აღესანტე მაკედონელი. ამ დროს ყველაფერი ჰქონდა, სახელიც ჰქონდა, მატერიალური კეთილდღეობას მოიგონდა, წაიყვანა. ასევე ჩვენ ერთმანეთს ვუსურვებთ კეთილდღეობას, უნდა ვიცოდეთ, რომ კეთილდღეობა არა დამოკიდებული დიდ პენსიებზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე, კეთილდღეობა დამოკიდებულია ღვთის მადზე. და ეს მადი კიდევ ვიცაა შენში, როცა ცხოვრობ შენ სიყვარულით, და შეხება პატრიარქს. აი ღვთისმსახურები ვინ ვართ ჩვენა? ჩვენი მოვალეობა რა არის? რომ შენში არ იყოს სიძულვილი. და ამიტომ მე როცა ვხედავ, სულს გონია რომ მე რუსეთის მომხრობა, მაგრამ რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მე ვხედავ ეს 30 წელია რა საბჭოთა კავშირი დაიშალა. ითესება სიძულვილი რუსებისადმი. მაგას ვიდავინახავ. აი ეს ტრადიციების დამცველია რომ სიძულვილი აქვს ევროკავშირისადმი, მე მყავს მაგალითი 2016 წლისა. რომ ჩვენზე მეტი გამოვიდა არასწორი ხორცინალის წინამდე 2016 წელს. ერთმა თავის დაიცვა. რომ იხაც ჩვენაირი გაგების ხალხია ამერიკაშიც, ევროპაში, როგორც კომისიისობა იყო, აი ჩვენ მე ვარ 67 წლის. და ღმერთი იყო ვარყოფილი, მაგრამ ჩვენ წამდა ღმერთის, ასევე ჩვენი გაგებისა იქ ყველა. ჩვენი ასაკისა, ამიტოცისა, უზადისა, უბრალოდ წყობა არის და სისტემა განათლება იქნება. ეშმაკის ხელში ეს ნათქვამია, რომ ბოლო ჟამს ქრისტეს მოსვლის წინ გამეფდება ეშმაკი, მაგრამ ეს მარტო ახლა კი არა, ხშირად მოყავს ნოეს დრო, რომ წუთი სოფლიო ბოროტებაში წევს, ხშირ შემთხვევაში აი ნოეს მაგალითიც მოყავს. მარტო ერთი ოჯახი გომერთან, დანარჩენი არის გომერთან, ასევე სოდომ გომორი რო დაიწვა. მარტო ისე რომ ლოთის ოჯახი გომერთან, ამით ისეთ მინდა რომ კარგია დიდი პენსიები, კარგია დიდი ხელფასი, მაგრამ არა საკმარისი. ამის მაგალითია რაც იყო მიტინგი გერმანიაში ახლა ხან ხედავთ რომ იქ მომიტინგეებმა მანქანები გადაწვეს, სახლები გადაწვეს, მილიციას ესროდნენ სხვა ამბოთებს. ამით ისეთ მინდა რომ შეიძლება ყველაფერი ქონდეს იქ უმუშავარს მეტია გერმანიაში მეტი არ მუშავს, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი ეს ჩანს. ამ მომიტინგებს როცა უყურებთ, თუ გულშემეთი არა და გულშემეთი უცნება, როცა სინდისით ცხოვრება, როცა სიყვარულით ცხოვრება, მთავარი მაინც სიყვარულია, იმიტომ რომ ჩვენი სწავლებით ქრისტიანული გარდაცვალების შემდეგ 64-საც ვია, იქ არის სიყვარულის სულდება და სიყვარულისგან ათავისუფალი. შურისგან, სიძულვილისგან, კიდე რა სწავს უფალი? სხვა საზრუნებისგან განსხვავებით, წერის გიყვარდეს და რატო? იმიტომ რომ შენ როცა კითხულობ წინარების ცხოვრებას, ეს პავლე მოციქული იქნება თუ გემთიანი ჯადოქარი იქნება, შენ ხედავ რომ ყველა ადამიანი დღეს მტერი ხვალ შეიძლება მოყვარე გახდეს, ხვალ შეიძლება მოციქული გახდეს და ყველას გირჩევთ შეიყვანოთ ვიზიტაცურების კითხვა და ჩვენ ბავშვებს, ჩვენი ბავშვებისთვის თუ მაგალითი იქნება ნინო, გიორგი, ბარბარე, ნიკოლოზი, იმას ქვია საქართველოს გავრცელება, ნიდია წინასწარმეტყველი და სხვები. მიანდნენ უყვარდა ფეხბურთელები და ახაც მოყვარს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით უყვარს წმინდანები. წმინდანები კიდე რას ქვია? ერთგულები იყვნენ ღვთისა და თუ იქნები ერთგული ღვთისა, შენში იქნება ღმერთი და შენში იქნება ბედნიერება. მარტო სულება ერთმანეთის ვეძელი იყოს ბედნიერი. არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი არის ღმერთის ხელში და ამიტომ შევიყვაროთ ლოცვა და ერთგულება მოგვცეს ღმერთმა, რაც ხონდა ჩვენ წინაპრებსა. და ახაც 7 მაისს გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია ითესება მასმედიით, ზოგიერთი მასმედიით, რეკლამირება ხდება სიძვა, მრუშობა, სიტყვაობის, რომ გამოჩნდა ამ წლის 7 მაისს, რომ ეს ერთგულია ქართველი ადამიანი,
ეს 17 მაისი არის გამოცხადებული ოჯახის სიწმინდის დღე და რამდენი გამოვიდა, რამდენი ახალგაზრდა გამოვიდა იქ. მადლობა ღმერთსა. როგორც ახლა ჩვენ გვასწავლიდან 70 წელი ღმერთი არ ესოდა. 99% მოწონებულა ჩვენი ასაკი 95 მაინც. ამ დროს 70-ზე ათეიზმი ისწავლებოდა, ასევე რაც უნდა თესონ. მასმედით ზოგიერთმა მასმედის საშუალებებმა ესე გასამდათ ეს გოროდება რომ ქართულ ადამიანში ახალგაზრდა თუ დიდია არ იკარგება წმინდა ღვთისა და რაც ხოდა ჩვენ წინავესა და რაც მადლობა მასვე შენარჩუნებულია ეს შანს ამ წლის 17 მაისიდან კიდევ ერთხელ ულოცავ პატრიარქს გუშინ ოთხიანას მისი დაბადების დღე ყოველთვის სახურს და ყველა ჩვენ მის ეკლესიის მონაწილეები ვართ ეკლესიის წევრები და ღმერთმა გნას ის დაწოლა რაც ხდება ჩვენზე ფიზიკურად, სულიერად ეს ყოველთვის იქნება უნდა ის არ უნდა გაგვაბოროტოს ჩვენ არ უნდა ვპასუხოთ სიზღით ამის მაგალითია პატრიარქი და რატომ ამ მაგალითი იმიტომ რომ მასში ამადიდე ეს მალე არ უნდა გქოთ ღმერთმა ჩვენთანაც ღმერთი